ტესლათი მოგზაურობის პირველ ნაწილში კაბადოკიამდე ჩავედი და ერთ-ერთი ულამაზესი სანახაობის გადაღების შესაძლებლობა მქონდა. მაგრამ ამ ვიდეოში ჩვენი მოგზაურობა კიდევ უფრო ემოციური იქნება, რადგან საქართველოს ისტორიულ მიწაზე ტაო-კლარჯეთში ვიმოგზაურებთ. 1000 წელზე მეტია ამ მთებს ქართული ლოცვა ახსოვს. დღეს აქ სხვა დროშა ფრიალებს, მაგრამ ოშკის, იშხანისა და ხახულის ქვები დღემდე ქართულ ისტორიას ყვებიან. ზოგი საზღვრები მხოლოდ რუქაზე არსებობს, ისტორიას კი საზღვრები არ აქვს. ტაო-კლარჯეთი ამის ერთ-ერთი ყველაზე დიდი მტკიცებულებაა. ამიტომ ამ ვიდეოში მაქსიმალურად ვესწრები კიდევ ერთხელ ვიმოგზაუროთ წარსულში. აღმოვაჩინოთ ტაო-კლარჯეთის უმნიშვნელოვანესი ადგილები და ამასთან ერთად გავარკვიოთ, რამდენად კომფორტულია ტესლაში ღამის გათევა. მოგესალმებით მეგობრებო, როგორც დააგპირდით, დაგიბრუნდით ახალი საინტერესო ვიდეოთი. ჯერჯერობით ისევ და ისევ კაბადოკიიდან, ულამაზესი ადგილიდან და როგორც უკვე იცით, ჩემი წინა ვიდეოდან, ვისაც გაქვთ ნანახი, ვისაც არ გაქვთ ნანახი, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ჯერ იმას უყუროთ. ამ ვიდეოში მე შევესწრები უკვე ჩემი ტესლათი ჩავიდე ჩვენი ისტორიული ტერიტორიების ტაო-კლარჯეთის მოსანახულებლად. წინ დაახლოებით 1200 კილომეტრი გვაქვს გასავლელი, ასე რომ ძალიან საინტერესო გზა გველოდება წინ, ძალიან ბევრი საინტერესო თავგადასავალი, ამიტომ არ დაგავიწყდეთ არხის გამოწერა, ვიდეოს დალაიქება და რა თქმა უნდა კომენტარების დაწერა. ჯერჯერობით ჩემი ტესლა ყველაფერს კარგად ართმევს თავს, იმედი ასეც გაგრძელდება. მოკლედ ახლა ვისაუბრებ სასტუმროში და მერე გავაგრძელოთ ჩვენი მოგზაურობა. ტაო-კლარჯეთამდე საკმაოდ დიდი გზა მაქვს გასავლელი. ფაქტობრივად ნახევარი თურქეთი უკან უნდა გავიარო, მაგრამ დარწმუნებული ვარ ეს მოგზაურობა ნამდვილად ღირს, რადგან წინ ულამაზესი სანახაობები და ისტორიული ადგილები მელოდება. გზა საკმაოდ დამღლელია, ამიტომ დასასვენებლად ხშირად ვჩერდები. ასე მოგზაურობაც უფრო კომფორტულია და თითოეული კილომეტრით კიდევ უფრო უახლოვდები იმ ადგილს, სადაც საქართველოს ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ფურცელი დაიწერა. ესეც ჩემი პირველი გაჩერება, დაახლოებით 3-4 საათი არის, რაც გზაში ვარ დილიდან და ძალიან ბევრი დრო დავკარგე ქალაქ კაისეიში. ჯობდა ალბათ შემოვლითი გზით წავსულიყავი, მაგრამ რატომღაც Google Map-მა მოკლე გზა ვიციო, როგორც ხდება ხოლმე და წამომიყვანა და ძლივს გამოვედი ქალაქიდან, ისეთი საცობები იყო. მინიმუმ საათნახევარი დავკარგი ამ ქალაქში რა. პირველივე სატენი გზაზე რაც შემხვდა გავაჩერე, სტანდარტულად 80%-მდე დავტენი, დაახლოებით 20 წუთი უნდა, როგორც ყოველთვის აქაც კარგი დენი არის და გავაგრძელებ გზას. ჩვენი შემდეგი გაჩერება იქნება ქალაქის სივასი, სადაც უკვე ნამყოფი ვარ, წინა ვიდეოს ვინც უყურეთ. აი მაკდონალდს რო ვეძებდი და პარკინგს ვერ პოულობდი, აი ეგ ქალაქია მოკლედ რა. პატარა ლამაზი მოწესრიგებული ქალაქია. ხოლო რაც შეეხება დღის გეგმას, მთავარი გეგმა არის ჩავიდე ქალაქ ერზურუმში, რომელიც არის აქედან 700 კილომეტრში რა. არც ისე ახლოს არის, ვიცი, ძალიან შორია, მაგრამ აი ესეთი გეგმა მაქვს. იმედია შევასრულებ თუ არა და რავი, სადაც დამიღამდება, იქ დავრჩები, რა პრობლემაა. ვაგრძელებთ გზას. აი ესეთი უცნაური სასმელები მიყვარს ხოლმე რატომღაც. ტაილანდში კი მინახავს ეს, რავი, ჩვენთანაც იყიდება, მე მგონი ეს რაღაცები რო ყრია, მაგრამ ეს რა ტყემლის ბოთლში არის ჩასხული და ნახოთ აბა. გემრიელია. მაგრამ მარაკუია და პორტოხალი ახატია და ახლოსაც კი არ არის არც ერთ გემოსთან, მართლა აი მიახლოვებულიც კი არ არის რა, რომ რაღაც ოდნავ მარაკუიას გემო დაკრავდეს სადღაც, აი საერთოდ არ აქვს, მაგრამ რაღაც ტკბილი ლიმონათივით არის. სხლის ლიმონათის გემო აქვს უფრო. აქვე ვისარგებლებ მომენტით და გაგიზიარებთ ახლა საინტერესო ინფორმაციას ჩემი ტესლათი მოგზაურობის შესახებ. მოკლედ როგორც ხედავთ, დამტენების პრობლემა საერთოდ არსად არ არის, როგორი მიყრუებული სოფელიც არ უნდა იყოს. არ არსებობს, რომ აი სადღაც მაქსიმუმ 100 კილომეტრის რადიუსში მაინც დამტენი არ იყოს რა, აი ყოველთვის მიხვალ დამტენამდე რა. თან ძალიან მარტივად შეგიძლიათ რუქებზე ნახოთ დამტენები სად არის, როგორ არის და ისე გადაანაწილოთ თქვენი მოგზაურობა, რომ საერთოდ არანაირი საფრთხე არ შეგექმნებათ მაგ მხრივ. ერთადერთი პრობლემა რაც არის, რაც შევატყვე, ზოგადად შევამჩნიე, რომ ტესლას დანახვა ძალიან უკვირთ რა. აი რომ ხედავენ ტესლათი ძალიან უკვირთ, კი ქართულ ნომრებზეც უყურებენ და რაღაც, მაგრამ თვითონ მანქანა უკვირთ რა, მოდიან რაღაც ფოტოებს უღებენ.
ისი აქტიურად არ არის მოკლედ ჯერჯერობით თურქეთში შემოსული ელექტრომანქანები, როგორც ჩანს ჩემი აზრით, როგორც ჩვენთან არის მაგალითად რა. და სერვისი ძალიან ჭირს. ანტიფრიზი დამჭირდა, Tesla-ში მიდის მარტო G48, ეგეთი ანტიფრიზი არის, ვისაც Tesla ყავთ გეცოდინებათ. ეგ უნდა ჩაასხა აუცილებლად, სხვა ანტიფრიზი არ მიდის. ეხლა დღეს შევამოწმე და ოდნავ მოკლებული აქ, არ ვიცი რის გამო სადმე გაზდის თუ უბრალოდ დასაჰაერებელი იყო, არ ვიცი მოკლედ მიზეზი რა, მაგრამ შევამჩნიე რომ ცოტა აკლია და არ მინდოდა რომ გამერისკა და მეთქი ჩავამატებ და ვერსად ვერ ვიშოვე. აი სამი დიდი ქალაქი ვნახე უკვე, სამ დიდ ქალაქში შევიარე და ვერსად ვერ ვნახე. ბაზრობებზე დავდიოდი, აი ყველგან ვიყავი და ნუ ვერსად ვერ ვნახე რა. სამწუხაროდ აი ერთი ეგ არის რომ სერვისი არ არის, ასე რომ იმედია არაფერი დაგჭირდება თვინც სამოგზაუროდ ჩამოხვალთ, მაგრამ გაითვალისწინეთ რომ მაგ მხრივ თურქეთში ცოტა ჭირს. ალბათ დიდ ქალაქებში უნდა ჩახვიდე მაგისთვის რა, ანკარაში, სტამბოლში და ასე შემდეგ. აქვე შეგახსენებთ რომ ამ მოგზაურობაშიც და სხვა მოგზაურობებშიც ჩემთან ერთად არის ლაგი, ჩემი ერთგული კომპანია და იმიტომ მოგზაურობ ასე თავისუფლად თურქეთის ტერიტორიაზე ჩემი ელექტრომანქანით, რომ ზუსტად ვიცი, რომ ლაგის აპლიკაციაში ინტერნეტი იდეალურად მუშაობს ყველგან, სადაც არ უნდა ჩავიდე და ზუსტად ვიცი, რომ არსად არ დამაღალატებს და ამიტომაც გავრისკე აქ ჩამოსვლა, აი ესე თავისუფლად. და გაითვალისწინეთ, ვინც განსაკუთრებით ელექტრომანქანით წამოხვალთ აქ სამოგზაუროდ, კარგი ინტერნეტი გჭირდებათ, ეგ არის ყველაზე მნიშვნელოვანი. თუ კარგი ინტერნეტი არ გექნებათ, ვერც ფიზიკურად დამტენებს მოძებნით, ვერც გადაიხდით და აი ძალიან გაგიჭირდებათ ელექტრომანქანით მოგზაურობა ინტერნეტის გარეშე. ეს არის შეიძლება ითქვას ერთ-ერთი მინუსი ელექტრომანქანით მოგზაურობის, მაგრამ თუ ლაგის აპლიკაცია გაქვთ ტელეფონში დაყენებული, მაშინ არაფერზე აღარ ინერვიულოთ, იმიტომ რომ ძალიან იაფად შეიძენთ მობილურ ინტერნეტსაც და ქვეყნის მთლიან ტერიტორიაზე იდეალურად მუშაობს. ჩამოვედი, ესეც ქალაქის სივასი, პატარა გაჩერებას მოვაწყობ ეხლა აქ. 200 კილომეტრის გავლის საშუალება კიდე მქონდა, მაგრამ რატო გავრისკავ, როცა არის აქ სწრაფად დატენვის საშუალება. სტანდარტულად 20 წუთი დამჭირდება, რომ 80%-ზე ავიყვანო ისევ და მე გავაგრძელებ გზას. აქამდე ისე მარტივად ჩამოვედი, რომ გზას საერთოდ არ გამიგია, ისე კომფორტულად ვიმგზავრე. გზაც კარგი იყო, ავტოპილოტი მქონდა ჩართული მთელი გზა, კონდიციონერიც რა თქმა უნდა და მოკლედ ძალიან კომფორტულად ჩამოვედი აქამდე. იმედია ესე გაგრძელდება დანარჩენი გზაც. დავიძარით მეგობრებო, მაგრამ ქალაქ სივასში მომიწევს 2 წუთით გავლა, იმიტომ რომ Tesla-ს სერვისი ვიპოვე. აქ ეყენა ვიღაცას Tesla, სადაც ვტენიდი და თურმე ამ ყველაფრის მეპატრონე ყოფილა ავეჯის მოლის და იმან მიმასწავლა რა. მეთქი ანტიფრიზის ჩამატება მინდა, მეთქი ცოტა თქო და გადარეკა, გადმორეკა და მოკლედ ეხლა შევივლი უცებ ცოტას ჩავამატებ და მე გავაგრძელებთ გზას. ანტიფრიზი ჩავასხი და დავიძარით მოკლედ, მაგრამ რაღაცნაირად ვარა, მაინც რა კი Tesla სერვისიაო და რაღაც ისე მითხრეს, მაგრამ აი ხო იცი ეჭვი რო გაქვს მაინც, რო აი ვინ იყო, რა იყო, რა ჩაასხა, რო არ იცი რა. ამიტომ აი თუ გინდათ რომ ესეთი ეჭვები არ გქონდეთ, ზაჰესში რომ მიგასწავლეთ წინა ვიდეოში, კაი ხალხი, შეგიძლიათ მიწეროთ, მიხვიდეთ და მოკლედ იდეალურად მოგიგვარებენ ყველა თქვენ პრობლემას. მე რო არ დამავიწყდეს, ამ დამუხტვაშიც გადავიხადე 529 ლირა, რაც არის 30 ლარი. არ მეგონა თუ ზღვის დონიდან ასე მაღლა ვიყავი, რამდენზე ვარ ამოსული არ ვიცი, მაგრამ ეხლა მოვდიოდი და მთებზე შევამჩნიე, რომ ჯერ ისევ თოვლი დევს. ძალიან საინტერესოა.
კიდევ ერთი პატარა გაჩერება. ქალაქ ერზურუმამდე მაშორებს 260 კილომეტრი. ჩემი მანქანა იყო 220 კილომეტრზე, ამიტომ გადავწყვიტე რომ დამეტენა. ისეთი მონაკვეთი იწყება, სადაც დამტენი აღარ ჩანდა რუქაზე, ამიტომ გადავწყვიტე რომ მაინც დავიზღვიო თავი 80%-მდე დავტენი ისევ 440 კილომეტრამდე და მერე უკვე თავისუფლად ჩავალ. ასე რომ 1-15 წუთი გავჩერდები და გავაგრძელებ გზას. რამდენი სწრაფი დამტენია, ნახეთ 4 აპარატი დგას და თითოზე არის 2 დამტენი. თურქეთში სანამ ჩამოვიდოდი, კი ვნახე რუქაზე რომ ამდენი დამტენები იყო მთელი ქვეყნის მასშტაბით, მაგრამ მთლად ასე მოწესრიგებულსაც არ ველოდებოდი რა. არ ვიცი, ერთხელ შვედეთში ვნახე რომ აი ელექტრომანქანით საერთოდ პრობლემა არ გექნება არსად წასვლის და გადაადგილების და მეორე აგერ თურქეთი არის. ევროპის ბევრ ქვეყანაში არ არის ამდენი ელექტრო დამტენი სხვათა შორის. რაღაც სენდვიჩები ვიყიდე, იმედია გემრიელი იქნება, იმიტომ რომ მთელი დღეა არაფერი არ მიჭამია. ცაზე თურქეთის დროშა გამოისახა, ფოარე და ვარსკვლავი ნახეთ. და როგორ ზუსტად არის. პირველ რიგში აი ესეთ რაღაცას დავაგემოვნებ, თავისი სოუსის მოყვება აქ. ერთადერთი რაც წავიკითხე, დურუმ არის არ ვიცი. მოვნახოთ. ეს თუ არ მომეწონება, მეთქი მაგ შემთხვევაში ვიყიდე ესეთი სენდვიჩი, ამაში უბრალოდ ლორი და ყველი დევს და სტანდარტული გემოებით იქნება, ამიტომ რომელიმე ხომ მაინც გაამართლებს. მაგრამ მე მგონია რომ ორივე გემრიელი იქნება. თურქებს რასაც ვერ დაუკარგავ, გემრიელი საჭმელია. ჯერ გავსინჯოთ სოუსის გარეშე. ძალიან გემრიელია. რაღაც ლობიოს გემო აქვს შიგნით რაც არის რა. ხორცი აშკარად არ არის. აი ესე გამოიყურება. რა არის, არ ვიცი, მაგრამ გემრიელია თან კაი ცხარია. სოუსიც მოუხდა. აუ რა კაია. აუ ძალიან გემრიელია. მანქანა ისე მალე იტენება, ჭამასაც არ მასდის. სანამ მაღაზიაში მივედი, ვიყიდე და მოვედი, უკვე დაიტენა. 5 წუთი აქვს დარჩენილი. ამასობაში დაგვაღამდა 260 კილომეტრი გვაშორებს ქალაქ ერზურუმს. 11-ის ნახევარია მეგობრებო და ისევ გზაში ვარ. საშინლად დავიღალე უკვე. ერთი სული მაქვს როდის ჩავალ და არა და არ დამთავრდა ეს გზა რა. ღამე სიარული ზოგადად არ მიყვარს, ამიტომ ვცდილობ ხოლმე ზოგადად რომ არ დამაღამდეს, მაგრამ დღეს მაინც დამაღამდა. ჩამოვედი როგორც იქნა, მოვედი სასტუმროში დავბინავდი, ისეთი დაღლილი ვარ რომ აი თვალებს ძლივს ვახელ რა. ძლივს მოვედი სასტუმრომდე, მართლა აი ნახევარი გზა აღარ მახსოვს, აი ბოლო 100 კილომეტრი როგორ გამოვიარე, მართლა არ მახსოვს რა. რაღაც მომენტებში ცოტა მეძინა კიდეც საჭესთან. მოკლედ აი ესე გამოიყურება ჩემი სასტუმრო, აი ბუკინგზე პირველივე რაც შემხვდა ის დავჯავშნე, არც დამიწყია ძებნა საერთოდ და 25 ევრო გადავიხადე ამ სასტუმროში რა. არც ისე კარგად გამოიყურება, მაგრამ ამ ერთ ღამეს გადავაგორებ როგორმე რა. ყველაზე მეტად რაზეც ვნერვიულობ, ქალაქის ყველაზე გარეუბანში ვარ, ამაზე გარეუბანი აღარ არსებობს უკვე და არ ვიცი გარეთ არც ისე სახარბიელოდ გამოიყურება ქუჩები და ჩემ მანქანაზე ვნერვიულობ რა, ისეთ ადგილას დავტოვე რომ არ ვიცი, არ მინდა რომ რამე პრობლემები შემექმნას მაგის გამო. მოკლედ წავედი ახლა დავისვენო, გამოვიძინო და ხვალდილით დაგიბრუნდებით და დავიწყოთ ჩვენი მოგზაურობა ჩვენს ძველ ისტორიულ ტერიტორიებზე. დილა მშვიდობის მეგობრებო, კიდევ ერთი მშვენიერი დღე თურქეთში და ამჯერად უკვე მოგესალმებით ჩვენი ისტორიული ტერიტორიიდან, ტაო-კლარჯეთიდან, ქალაქ ერზურუმში ვარ ახლა და აი ასეთ ლამაზ ადგილას იყო ჩემი სასტუმრო, მინდა გითხრათ. გუშინ რამე კიდე კარგად არ ჩანდა თურმე და აი ესეთ ლამაზ ადგილას ყოფილვარ, დაბინავებული გუშინ. მანქანა კარგად დამხვდა, კიდევ კარგი, არაფერი არ მოუხსნიათ, რაც ძალიან მახარებს. გავჩერდი მანქანის დასამუხტად და მოკლედ მთელი თურქეთი დამესია, ფოტოებს უღებენ მანქანას და მოკლედ თავი მგონია რაღაც სუპერ ვარსკვლავი რა. 1:20-25 წუთი სტანდარტულად მომიწევს აქ გაჩერება და
მერე გავაგრძელოთ გზა. მანქანას რა ჭირს ნახეთ წინიდან შეხედეთ. ამდენი მწერები არ ვიცი, არსად არ მინახავს. აი ასეთი შემთხვევა მართლა არსად არ მქონია, არ ვიცი. რამდენ ქვეყანაში მივლია მანქანით, ზოგან ჩემი მანქანით, ზოგან ნაქირავებით, მაგრამ აი მსგავსი შემთხვევა მართლა არსად არ მქონია. მთელი წინა მხარე მანქანის არის სავსე ამ მწერებით. დავიძარით მეგობრებო და ჩვენი პირველი გაჩერება იქნება ხახულის მონასტერი, რომელიც ყველაზე ახლოს აღმოჩნდა აქედან და არის დაახლოებით 80 კილომეტრი, ასე რომ იმედია კარგი გზა იქნება და იმედია მალე ჩავალთ. მოვედი მეგობრებო, ესეც ჩვენი პირველი დანიშნულების ადგილი, ეს არის ხახულის მონასტერი და არ ვიცი სწორად შემოვედი თუ არა, მაგრამ ჯერ სასაფლაოზე მოვხვდი და იქამდე როგორ უნდა მივიდი, არ ვიცი. აი ასე გამოიყურება. სავარაუდოდ არ მივდივარ სწორად, რაღაც სხვა გზაც უნდა იყოს ალბათ, მაგრამ რატომღაც მე ესე მოვედი. აშკარად არასწორად მოვედი, იმიტომ რომ ვერ შევდივარ. შესასვლელშივე დგას ასეთი ბანერი, სადაც სამენაზე წერია ამ მონასტერის შესახებ და აი აქ ბოლოს წერია ქართულად, მაგრამ ლათინური ასოებით. სახელმწიფო ეკლესიიდან მონასტერის ქართველი მეფის დავით კურაპალატის მეფობის დროს აშენდა 961 წლიდან 1001-მდე. აი ასე გამოიყურება შიდა ეზო. პირდაპირ ეკლესიის ეზოში აყენია ეს ხმას რაც გამოსცემს და ეხლა დაიწყეს ლოცვა. ხახულის მონასტერი მე-10 საუკუნის დასაწყისში დაახლოებით 930 წელს დავით მესამე კურაპალატმა დააარსა. ეს ადგილი საუკუნეების განმავლობაში ქართული კულტურისა და განათლების ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ცენტრი იყო. სწორედ აქ ინახებოდა ცნობილი ხახულის ღვთისმშობლის ხატი, ქართული ოქრომჭედლობის ერთ-ერთი უდიდესი შედევრი. მიუხედავად იმისა, რომ მონასტერმა არაერთი რთული პერიოდი გამოიარა, მისი კედლები დღემდე გვახსენებს იმ ეპოქას, როდესაც ტაო-კლარჯეთი ქართული სამეფოს სულიერ ცენტრად ითვლებოდა. შემოსასვლელში არის წარწერა, გთხოვთ გაიხადოთ ფეხზე, რადგან დღესდღეობით ხახულის მონასტერი გადაკეთებულია მეჩეთად. აქეთ არის ჯერ კიდევ პატარა ფრესკის ნაწილი შემორჩენილი. ძალიან მაინტერესებს მართლა ასეთი ფაქტი, სადმე აი მსოფლიოს მასშტაბით, სადმე თუ გაგიგიათ, რომ მეჩეთი ეკლესიად გადაეკეთებინოთ რა. ტაძრის ნახევარი უკვე მთლიანად მიწაში არის ჩასული, ნახეთ მიწა რამდენზე არის ჩამოწოლილი, რომ ნახევარი ტაძარი თითქმის დაფარული არის. აი ესე ნანგრევებად არის ქცეული სამლოცველოები. აქეთაც ეს ნაწილი თითქმის მთლიანად მიწაში არის მოქცეული. ხახულის მონასტერი შეგახსენებთ, რომ დავით მესამე კურაპალატის დროს არის აგებული და დავით მესამე კურაპალატი ზოგადად ითვლება საქართველოს ერთ-ერთ გამაერთიანებლად, ვის დროსაც დაიწყო ძირითადი ნაბიჯები საქართველოს გაერთიანებისკენ. და რა თქმა უნდა, შემდეგ უკვე დავით აღმაშენებელმა საქართველო მიიყვანა ოქროს ხანამდე. აქეთაც აი ჩამონგრეულია თითქმის ყველაფერი. ესე გამოიყურება. დავიძრათ შემდეგი სანახაობებისკენ, ცოტა იმედგაცრუებული ვარ. კი ვიცოდი, რომ ზოგი ეკლესია და ტაძარი მეჩეთად იყო გადაკეთებული, ეს ინფორმაცია მქონდა, მაგრამ აი ესე პირველივე თუ ესე შემხვდებოდა არ მეგონა და ცოტა ისე ვარ რა უხასიათოდ. წავედით მოკლედ, გავაგრძელეთ გზა. ყველგან ნახეთ რამდენი ნანგრევებია, რამდენი რაღაც არის, რაც შეუსწავლელია. მე არ ვიცი აქ რა არქეოლოგიური კვლევები არის ჩატარებული, მაგრამ დარწმუნებული ვარ, რომ ძალიან ბევრი საინტერესო რაღაცის პოვნა და აღმოჩენა შეიძლება ამ ტერიტორიაზე, მაგრამ სამწუხაროდ ჩვენ არ გვაქვს არანაირი უფლება ქართველებს აქ რაიმე სახის
კვლევები ჩავატაროთ, როგორც ვიცი. დავიძარით ჩვენი შემდეგი სანახაობისკენ და შემდეგი სანახაობა იქნება ოშკის მონასტერი, რომელიც აქვე ახლოს არის, 9 საათის გზა არის სულ და მალე მივალ. ესეთი სოფელი არის პატარა აქ მიმდებარედ. ჩვეულებრივი პატარა სოფლის სახლებია. მოვედი მეგობრებო და ესეც ჩვენი შემდეგი სანახაობა. ეს არის ოშკის მონასტერი, რომელიც ასევე არც თუ ისე კარგად გამოიყურება, თითქმის ჩამონგრეულია და გარედან მთლიანად არის შეღობილი რა. როგორც ჩანს, შიგნით შესვლა უსაფრთხოებიდან გამომდინარე არ შეიძლება. ეს არის ოშკი, ქართული შუა საუკუნეების არქიტექტურის ნამდვილი შედევრი. მისი მშენებლობა 963 წელს დაიწყო და 973 წელს დასრულდა. ტაძარი დავით მესამე კურაპალატის მმართველობის პერიოდში ძმებმა ბაგრატ ერისთავმა და დავითმა ააგეს. ოშკი ერთ დროს არა მხოლოდ მონასტერი, არამედ განათლებისა და წიგნობრობის მნიშვნელოვანი კერა იყო. მისი მასშტაბები და უნიკალური ჩუქურთმები დღესაც გაოცებას იწვევს და ნათლად აჩვენებს რამდენად ძლიერ სახელმწიფოს წარმოადგენდა მაშინდელი საქართველო. ეს მხარე დამწვარი არის საერთოდ. აბა ხანძარიც იყო. შიგნით რკინები ჩანს, რითიც არის გამაგრებული. არ ვიცი რეაბილიტაციას უკეთებენ თუ ამასაც მეჩეთად აკეთებენ, ზუსტად არ ვიცი. თუ ვინმეს გაქვთ ინფორმაცია, გამიზიარეთ. აი აქ არის აღწერა და როგორც ხედავთ, ადრე გახსნილი იყო, ხალხი შედიოდა მაინც. ეხლა მთლიანად ესე არის შემოსაზღვრული. ოშკის ტაძარი მე-10 საუკუნეში ითვლებოდა ერთ-ერთ ყველაზე დიდ ნაგებობად. და მაშინდელი ტაო კლარჯეთის ერთ-ერთი მთავარი სიამაყე იყო. დღეს კი აი ასე გამოიყურება. აქეთ ოშკი და აქეთ მეჩეთი. აი ესე გვერდ დგას ჩვენი უძველესი სიამაყე ოშკის ტაძარი და გვერდით ახალი აშენებული მეჩეთი. ეხლა ვფიქრობდი, ნეტა როგორი იყო მაშინ საქართველო რა. როგორ გამოიყურებოდა აი ეს ტერიტორიები, როცა ჯერ კიდე საქართველო ერქვა ამ მიწებს. აქ ქართველები ცხოვრობდნენ, ქართულად ლაპარაკობდნენ, ძალიან საინტერესოა ჩემთვის აი მაშინ როგორ გამოიყურებოდა აქაურობა. როცა ირანში ვიყავი ფერეიდანში, აი იქ მართლა ისეთი განცდა მქონდა, რომ ქართველები ცხოვრობენ დღემდე და აი მაქსიმალურად ისი აქვს ყველაფერი გაკეთებული, რომ თავი იგრძნო საქართველოში. ამ ტერიტორიებზე ჯერჯერობით მსგავსი განცდა არ მაქვს. როგორც ვიცი, დიდად არც აქვთ დღეს აქ მაცხოვრებელ ხალხს, რომ რაც ქართველები არიან, ან ქართული ფესვები აქვთ, ქართული წარმოშობა აქვთ. როგორც ვიცი, დიდად არ გამოირჩევიან აი ასეთი საუბრით. ძალიან მაგარი ემოცია არის, როდესაც აი ასე უყურებ შენს ისტორიას, აი ასე შეგიძლია შეეხო შენს ისტორიას მიუხედავად იმისა, რომ დღეს საქართველოს ტერიტორიაზე არ არის. რაღაც აი შინაგანად ენით აუღწერელი რაღაც ემოცია გეუფლება რა. ძალიან საინტერესო გამოცდილება არის და არ ვიცი თუ მოახერხებთ, ნამდვილად არ არის, მით უმეტეს ბათუმიდან აქამდე რთული ჩამოსასვლელი საკმაოდ ახლოს არის, ასე რომ შეგიძლიათ აგერ თქვენი მანქანითაც იმოგზაუროთ, შეგიძლიათ ტურისტულ კომპანიას Skyvia-ს მიწეროთ და არ ვიცი, მგონია რომ მაქსიმალურად დაგეხმარებიან დაგეგმაშიც და ამ ყველაფრის მონახულებაშიც, ასე რომ ვისაც გაქვთ საშუალება, ვისაც გაქვთ სურვილი, აუცილებლად ჩამოდით და მოინახულეთ და ასევე ძალიან დიდი სურვილი მაქვს, რომ რაც შეიძლება მეტი ქართველი ჩამოდიოდეს აქ, რომ თვითონ ჯერ პირველ რიგში თავის თვალით ნახონეს ჩვენი ისტორიული ადგილები, ჩვენი ისტორიული ძეგლები, თვითონ შეიგრძნონ საქართველოს რამხელა ისტორია აქვს და რა თქმა უნდა, აქ მაცხოვრებელმა ბევრმა ადამიანმა დაინახოს, რომ ქართველები ჩვენს ისტორიას არ ვივიწყებთ, ჩვენს ისტორიულ ძეგლებს და ტერიტორიებს არ ვივიწყებთ და ყოველთვის პატივს ვცემთ და დავიცავთ ყოველთვის, რაც არ უნდა მოხდეს. ეს სოფელიც შევათვალიეროთ ცოტა, ნახოთ რა ხდება, როგორ ცხოვრობენ. ვერ ვიტყვი, რომ ქართულ სოფელს გავს. მსგავსება დიდი არაფერი არ არის. ესე ამშვენებს ოშკი აქაურობას. შეშაც მოუმარაგებია ხალხს.
უბრალოდ წარმოიდგინეთ აი ამ კლდეებში რა დიდებული სანახაობა იქნებოდა ეს ულამაზესი ტაძარი. აგერ პატარა მაღაზიაც არის მეთქი ნაყინს ვიყიდით ხო, მაგრამ მარტო ქეშით არის გადახდა და ქეში აღარ მაქვს. დავიძარით ჩვენი შემდეგი სანახაობისკენ, რომელიც არის აქედან დაახლოებით 40 კილომეტრში და ჩვენი შემდეგი სანახაობა იქნება იშხანის ტაძარი, რომელიც ასევე ერთ-ერთი ყველაზე გრანდიოზული ტაძარი იყო იმ დროში. აქედან ცოტა გულდაწყვეტილი მივდივარ, რომ შიგნით შესვლა ვერ მოვახერხე. ჩემზე რო ყოფილიყო დამოკიდებული, აუცილებლად ყველაფერს გავაკეთებდი, კი იცით თქვენ, მაგრამ ფიზიკურად ვერ შევიდოდი, დაკეტილი იყო და ამიტომ აღარ გავრისკე. აი ამ კლდეებს უყურებ ახლა და ვფიქრობ, რომ ოდესღაც ხო ეს ყველაფერი საქართველო იყო, საქართველო ერქვა და რამდენი საინტერესო რამ იმალება ამ მთებში. სპეციალურად გავჩერდი ახლა, იმიტომ რომ ისეთი საოცარი ხედები იშლება, რომ მინდოდა რომ თქვენთვისაც მეჩვენებინა და გამეზიარებინა. წავედით, გავაგზავნოთ გზა. იშხანისკენ მიმავალი გზა ამოგზაურობის ყველაზე რთული მონაკვეთი აღმოჩნდა. ვიწრო გზა, სახიფათო უღელტეხილი და გაუსაძლესი სიცხე გზას კიდევ უფრო ართულებდა, თუმცა ყველა ეს სირთულე მაშინვე დამაუწყდა, როცა დანიშნულების ადგილს მიუახლოვდი. წინ ტაო-კლარჯეთის ერთ-ერთი ყველაზე შთამბეჭდავი და დიდებული სანახაობა, იშხანი მელოდა. ჩამოვედი მეგობრებო და ესე ქართული წარწერა დამხვდა შემოსასვლელში. აი ეს ძალიან სასიამოვნო ფაქტი იყო. მოვედი მეგობრებო, როგორც იქნა, მოვედი. ყველაზე რთული მოსასვლელი იყო ეს ადგილი. და ისიც დიდებული იშხანის მონასტერი. ყველაზე კარგად ეს გამოიყურება, როგორც ჩანს, რესტავრაცია ჩაუტარდა იშხანის მონასტერს და არის ულამაზესი აი ამ ბუნებაში და კლდეებში იდეალურად ჩდება და აი ულამაზესი სანახაობაა მართლა. იშხანი ტაო-კლარჯეთის ერთ-ერთი უდიდესი სიწმინდეა. პირველი ეკლესია აქ მე-7 საუკუნეში ააგეს, თუმცა დღევანდელი გრანდიოზული ტაძარი მე-10 საუკუნეში დაახლოებით 1006-1032 წლებში ქართველი მეფეების მფარველობით აიგო. საუკუნეების განმავლობაში იშხანი მნიშვნელოვანი საეპისკოპოსო ცენტრი იყო, სადაც არაერთი ხელნაწერი გადაწერილა. მიუხედავად იმისა, რომ დღეს ეს ტერიტორია თურქეთის საზღვრებშია, ტაძარი დღემდე ქართული არქიტექტურის ერთ-ერთ გამორჩეულ ნიმუშად ითვლება. როგორც ვნახე, პირველი ტაძარი აქ უკვე მე-6 საუკუნეში იყო, მაგრამ მერე მე-10 საუკუნეში ჩაუტარდა პირველი რესტავრაცია, ასე ვთქვა და თავიდან აშენდა იშხანის მონასტერი. შეიძლება ვცდები, მაგრამ რაღაც პერიოდის წინ მახსოვს, რომ იშხანის მონასტერზე ძალიან დიდი ამბავი იყო ატეხილი, როდესაც აღმოაჩინეს, რომ სანაგვეთი იყო ქცეული, მოკლედ აი ჩამონგრეული და შიგნით იყო ნაგვით სავსე და ამ ამბის მერე ალბათ ამ ყველაფრის რეაბილიტაცია გადაწყვიტეს. ქართული მონიშნებიც არის, რაც ძალიან კარგია. ინგლისურ, რუსულ და თურქულ ენასთან ერთად ქართული მონიშნებიც არის. რაც პატარა კაფესავით არის და იმედია ბარათით გადახდა აქ მაინც იქნება. No, it's me. Inside. Close. აი ასე გამოიყურება შიგნიდან, როგორც მივხვდი, ესეთი ფოტოები არის. დაკეტილიაო, როგორც მითხრეს და ვერ გავაღებთო შიგნით შესვლა, მოკლედ არ შეიძლება სამწუხაროდ არა და დაუქნა დიდი სურვილი მქონდა, რომ შიგნიდანაც მენახა, მაგრამ რავი, სამწუხაროდ დაკეტილია. გარეთ ესეთი დასაჯდომებია მოწყობილი. ისთვის არის არ ვიცი. საქართველოდან ჩამოდიხარ ამხელა სიწმინდის ამხელა ძეგლის სანახავად და დაკეტილს რო გახვედრებენ რა. არ ვიცი, დაკეტილი რატო უნდა იყოს, არ ვიცი. შეიძლება რაღაც ვანდალიზმის გამო მერე აზიანებენ რამეს შიგნით, არ ვიცი, მაგრამ ყოველ შემთხვევაში ძალიან სამწუხაროა, რომ შიგნით შესვლის საშუალება არ მომეცა. როგორც მოვიძიე ინფორმაცია, იშხანის ტაძრის რესტავრაცია გაუკეთებია თურქეთის მთავრობას, საქართველოს შესაბამის პირებთან ერთად, რა თქმა უნდა, თანამშრომლობით, მაგრამ დაფინანსებული იყო მთლიანად თურქეთის მთავრობის მიერ. ჩემი ტესლა გაგიჟებულია ისეთ ხელა, რომ
ყველანაირი გაგრილება ჩართული აქვს საერთოდ რაც შეიძლება. გავიაროთ ცოტა ფეხით სოფელიც დავათვალიეროთ როგორ ცხოვრობენ ადგილობრივები. ძალიან ლამაზი სოფელია და ძალიან ლამაზი იქნებოდა ალბათ თავის დროზეც. აქ ხო ადრე ქართველები ცხოვრობდნენ, ქართულად საუბრობდნენ, ლოცულობდნენ და ასე შემდეგ. აი ფუტკრები ყავთ ბევრი, ქათმები. აი იქით შორს მოჩანს ცოტა ვაზიც არის. ესეთი პატარა რაღაც ბოსტანებით აქვთ. საკმაოდ კარგად გაშლილი სოფელია. ესე სახლები ერთმანეთის მიყოლებით არ არის. ეს რაღაც ძველი სახლის ნანგრევები არის ალბათ. აი ქვემოთაც როგორც ხედავთ. ეხლა ალბათ რაღაც ბოსელი ექნებათ შიგნით. ზოგადად რაც შევატყვე, რაც აქეთ გადმოვედი, საკმაოდ ხრიოკი ადგილები არის. რა ძალიან იშვიათად არის აი ასეთი გამწვანებული ადგილები. ძირითადად არის ყველგან როგორც უდაბნო. აი ეგვიპტეს მივამსგავსებდი ძალიან. რა ეგვიპტეში ზუსტად ეგრე არის. უდაბნოში რო ეს ქვიშის მთები არის, ძალიან გავს. არ ჩანდა, ეხლა დავინახე მეც იშხანის უკან არის ზუსტად მეჩეთი აშენებული. ანუ როგორც მივხვდი ყველგან სადაც ძველი ეკლესია და ტაძარია, იქვე არის აუცილებლად მეჩეთიც აშენებული. ესეც იშხანის ულამაზესი მონასტერი და წავედით ახლა ჩვენს შემდეგ ლოკაციაზე, რომელიც იქნება 4-თა. აქედან არის გასავლელი დაახლოებით 50 კილომეტრი, მაგრამ ამ გზების გამო ძალიან ბევრ დროს კარგავ. ნახეთ რა ლამაზი ხედებია. ჭკვიანი ხალხი იყვნენ ჩვენი წინაპრები, მეგობრებო, აი ამ უდაბნოში, სადაც არაფერი არ ხარობს, აი ამ მთის წვერზე მიაგნეს ამ პატარა ოაზის და აქ ააშენეს ეს პატარა ულამაზესი სოფელი. მთელი გზა არის, რაც მოვდივარ, სუგვირაბებია რა, ერთი გვირაბი დამთავრდება, იქვე 10 მეტრში მეორე იწყება და არის 2-3 კილომეტრიანი გვირაბები. ისეთი რელიეფი არის, რომ გვირაბების გარეშე ალბათ შეუძლებელი იქნებოდა გზის გაკეთება. 4-თას მონახულება გადავიფიქრე, იმიტომ რომ Google Map-ი როგორც მიწერს, იქამდე საავტომობილო გზა არ ადის. ამიტომ აღარ გაურისკე წასვლა, რომ ვერავიდე და მაინც ვერ მოვინახულო, მე ძალიან დიდი წრის დარტყმა მომიწევს და ისევ დამაღამდება ალბათ გზაში. ამიტომ გადავწყვიტე, რომ პირდაპირ ქალაქ ართვინში წავიდე და ქალაქი ართვინი აქედან არის 80-90 კილომეტრში, ასე რომ მალე ჩავალ. ბევრი საინტერესო ადგილია ართვინშიც მოსანახულებელი და სავარაუდოდ დღეს ართვინში დავრჩები, ასე რომ წინ საინტერესო რაღაცები გველოდება. მოუახლოვდი ქალაქ ართვინს, უბრალოდ ჩამოვედი, ალბათ 5-10 წუთი ღამ მაკლია ქალაქამდე, ერთი სულება როდის ჩავალ. ამ დღეებში იმდენი ვიარე მანქანით, რომ აი უკვე აღარ შემილია რა. სადმე გავჩერდები, სასტუმროს მოვძებნი ალბათ, რამე გემრიელს შევჭამ, დავაგემოვნებ, მე მოვიფიქრებ თქვენთან ერთად რას ვიზავ. დღესვე დავათვალიერო ამ ქალაქში ყველაფერი თუ გადავდო ხვალისთვის. ნახოთ მოკლედ ყველაფერს მოვიფიქრებ ახლა. დღეს სავარაუდოდ ვერაფრის გადაღებას ვეღარ მოვასწრებ, იმიტომ რომ გვიანია და თან ისეთი ამინდია, რომ ალბათ მაგარი წვიმაც დაიწყება, ამიტომ სადმე თავშესაფარი უნდა ვეძებო უკვე რა. ვფიქრობ ახლა ამ ქალაქში დავრჩე თუ ხვალინდელ ლოკაციებს მიუახლოვდე. მოკლედ ახლა მოვიფიქრებ და თქვენს გაგაგებიებთ. აი ესეთი ლამაზი ქალაქია, მთაზე არის აშენებული მთლიანად და ნახეთ რა საოცარი ხედები იშლება აქედან. აქ ზემოთ კიდე გრძელდება გზა და აი გვინც ზემოთ ცხოვრობს, ალბათ მთელი ცხოვრება რა ხედებით ტკბება ნახეთ. მანქანა დავტენე, მაგრამ როგორც მოსალოდნელი იყო, წვიმაც დაიწყო. ართვინში გადავწყვიტე დარჩენა, მაგრამ სასტუმროს ვერ ვპოულობ რა, არც ბუკინგზე არ არის სასტუმროები და ეხლა ესე დავდივარ, იქნებ სადმე ვიპოვო და მოკლედ არცად სასტუმრო არ არის. არა და ესეთი ლამაზი ქალაქია. სიამოვნებით გამოვისეირნებდი გარეთ. ქუჩაში რო დავდივარ, თავი მგონია, აი სადღაც მონაკოს ქუჩებში რო ბუგატებით და რაღაცებით დადიან და ყველა რომ მაგათ უყურებს, აი ეგეთი ტიპი მგონია ჩემი თავი, იმიტომ რომ ყველა მე მიყურებს რო დავდივარ. მომეშალა ნერვები მოკლედ და არ დავრჩები ამ ქალაქში. აი ესე გავბრაზდი. წავალ ახლა მოკლედ ჩემი შემდეგი დანიშნულება უნდა ყოფილიყო არტანუჯის ციხე და არტანუჯისკენ დავიძრები დაახლოებით 30-40 კილომეტრი არის იქამდე და თუ სადმე რამე სასტუმრო შემხვდა ან რამე მსგავსი, მაშინ გავჩერდები. პირველად დავინახე კარფური, რაც თურქეთში მოგზაურობ მანქანით. არ შემხვედრია არც ერთ ქალაქში.
ასე რომ შევალ ახლა რაღაცებს ვიყიდი, იმიტომ რომ კაცმა არ იცის დღეს-ღამე სად მომიწევს დარჩენა. კაი დიდი კარფური ყოფილა. თითქოს დიდი კარფურია, მაგრამ არაფერი არ არის რა. ვერაფერი ვერ ავარჩიე, რა შეიძლება რომ ვიყიდო. აი ეს არ მინდოდა ყველაზე მეტად რა. წვიმაში და თან ღამე ბოდიალი. და ორივე ერთად არის. თან წვიმასაც ხო გააჩნია, ისეთი წვიმა დაიწყო, რომ სანამ მანქანამდე მოვედი სუსველი ვარ. ისეთი არაფერი რა, უბრალოდ თავსხმა წვიმა დაიწყო. ჭექა კუხილიც დაემატა ამ ყველაფერს რა. სადმე მანქანის გასაჩერებელი თუ ვნახე, გავგორდები პირდაპირ მანქანაში. დღეს გამოვცდი როგორია ტესლაში ძილი, როგორც ამბობენ, საკმაოდ კომფორტული არის კემპინგისთვისაც ეს მანქანა, ასე რომ დღეს ამ ყველაფერს მეც გამოვცდი საკუთარ თავზე, იმიტომ რომ სხვაგან დასარჩენი ვერსად ვერ ვიპოვე. აი ესეთი ადგილი მოვძებნე, ტრასიდან გადმოუხვია, ეს რაღაც ცოტა ქვები ყრია, შემოვიმალე და აი ეგერ გავაჩერე მანქანა და მოკლედ დღეს-ღამე აქ ვჩებით. ხედები აი ესეთი ლამაზი მექნება. აბა რა სიტყვით. აბა იმედია ვჩანვარ. პირველ რიგში რასაც ვიზავ, ჩემს ლეიბს გავბერავ ახლა, შევეცდები რომ გავბერო. აბა რა სიტყვით. ოპა. რა კომფორტული ლეიბი მიყიდი. ძალიან გემრიელად წამოვწექი მეგობრებო. რა კარგი ყოფილა. აი ეს არის ნამდვილი მოგზაურობა მეგობრებო. არასდროს რო არ იცი წინასწარ ღამე სად დარჩები, როგორ დარჩები. აი ეს არის ნამდვილი თავგადასავალი. ღამე თუ შემცვიდა, აგერ საძილე ტომარაც წამოღებული მაქვს. წინა ვიდეოში ვამბობდი, რომ ეს გასაბერი ლეიბი კი წამოვიღე, მაგრამ არ ამგონია რომ მომიწიოს მეთქი რა, ამის გამოყენება და მანქანაში დარჩენა მეთქი და აი ეგერ თურმე ცდებოდი. პანორამას ახლა მაინც ვერ გაჩვენებთ, ღამეა და არ გამოჩნდება თქვენთვის, მაგრამ აი მე რო წევარ ახლა და ზემოთ ვიხედები წვიმაშიდან ძალიან რომანტიკული გარემო მაქვს მოწყობილი. ეხლა განახებთ ტესლას რამოდენიმე ძალიან საინტერესო ფუნქციას. მაგალითად, როდესაც მანქანაში რჩებით, ასე შემსავით, აი აქ კონდიციონერის მენიუში არის აი ასეთი ღილაკი, camp, რომელსაც დააჭერთ, დააყენებთ თქვენთვის სასურველ ტემპერატურას და შეგიძლიათ თავისუფლად დარჩეთ მანქანაში. აი ასეთი საინტერესო ფუნქცია აქვს ტესლას რა. გათვლილი არის ჩემნაირ ადამიანებზე, რომ სად დაგიღამდება, სად გაგითენდება და სად მოგიწევს ძილი რო არ იცი. აი მაგისთვის არის ეს ფუნქცია. ჩართავ და შეგიძლია იძინო მშვიდად და გემრიელად. ასევე აქ არის კიდე ცხოველის დატოვება თუ გინდათ მანქანაში, მაგისთვის რომ არ მოიხუთოს მანქანაში და ასევე არის აი ეს ღილაკი. და ეს ღილაკი თქვენ დაგიცავთ ბიოლოგიური დაბინძურებისგან. ანუ თუ გარეთ რაიმე სახის ბიოლოგიური დაბინძურება იქნება, შეგიძლიათ ეს ღილაკი გააქტიუროთ და თქვენი ტესლა გაფილტრავს ყველაფერს და მანქანის შიგნით იქნებით უსაფრთხოდ. ყოველ შემთხვევაში ამას გვპირდებიან და იმედია ამის გამოცდა არასდროს არ დაგჭირდება არც მე, არც თქვენ და არავის სოფლიოში. მაგრამ თვითონ ფაქტი იმის, რომ აი ტესლას შემქმნელები იქ ისდენენ და აი კიდე რა დავამატოთ, კიდე აი კემპინგის მოუდი დავამატოთ, რომ იქნებ ადამიანს მანქანაში ძილი უნდა და იქ რაღაც ჰაერი რო შევიდეს და რაღაცა. აი კიდე რა და იქ ვიღაცამ კიდე მოიფიქრა, რომ მოდი დავამატოთ ბიოლოგიური იარაღისგან დაცვის ღილაკი, რომ თუ გარეთ იქნება ბიოლოგიური დაბინძურება, ჩართოს ეს ღილაკი და შიგნით იყოს უსაფრთხოდ. აი აქამდე როგორ მივიდა ის ადამიანი, ეგ მაინტერესებს ყველაზე მეტად რა. ჩემი დღევანდელი საღამოს გაგემრიელებაზე იზრუნებენ ჩიპსი, გარგრის ჩირი და შავი მოცვი, რომელიც მე ძალიან მიყვარს და რა თქმა უნდა, ჩემი უსაყვარლესი კოკა-კოლა. აი ასე ვაპირებ გავატარო დღევანდელი საღამო. გარეთ ისეთი ქარი ამოვარდა, რომ მანქანას აზანზარებს. მე მგონი კაი-უქენი აქ რო გავჩერდი რა. იმედია კაი-უქენი. აგერ ლაგის მობილური ინტერნეტის დამსახურებით ტესლასთან გაზიარებული მაქვს ინტერნეტი, სერიალი მაქვს ჩართული, მოცვს მივირთმევ. მოკლედ, საღამოს ვატარებ იდეალურად და ამ ყველაფერში 99% არის ლაგის დამსახურება, იმიტომ რომ ლაგის ინტერნეტი რო არ მქონდეს ახლა მე, ეს ყველაფერი არ მექნებოდა. თუ თქვენს გინდათ ასე კომფორტულად მოგზაურობა,
კავშირზე რო იყოთ ყველგან და ყოველთვის თან სერიალებსაც უყურებდეთ და რა ვიცი, მოკლედ რაც გაგეხარდებათ, იმას აკეთებდეთ. ვაგის აპლიკაცია დაგეხმარებათ ამ ყველაფერში რა. დავწექი და სამწუხაროდ ვერ აგიხსნით იმ სილამაზეს, რაც ჩემს თავზე ტრიალებს, რომ დავწექი და ზემოთ ავიხედე, მოკლედ ცა არის მთლიანად ვარსკვლავებით მოჭედილი რა, ირგვლივ რო ძალიან სიბნელია, ყველა ვარსკვლავი ჩანს იდეალურად. სამწუხაროდ კამერაში მაინც კარგად არ ჩანს და ვერ გაჩვენებთ, ვერ გიზიარებთ ისე კარგად, როგორც მე ვხედავ, მაგრამ აი ულამაზესი სანახაობაა. მოკლედ წავედი, ახლა შევეცდები რომ გამოვიძინო, რამდენად გამომივა არ ვიცი, მაგრამ მე მაქსიმალურად შევეცდები რომ კარგად დავისვენო და გამოვიძინო. ხვალდილით დაგიბრუნდებით და გაგიზიარებთ, რამდენად კომფორტულია ტესლაში ძილი. დილამშვიდობის მეგობრებო, ძალიან კარგად მეძინა სიმართლე გითხრათ. ისე გემრიელად გამოვიძინე, რომ მე მგონი სასტუმროებში არ მიძინია ესე გემრიელად. მოკლედ ტესლაში ძილიც კომფორტული ყოფილა რა. რაც შეეხება დღევანდელ გეგმებს, დღეს ვაპირებ რომ ჩავიდე ქალაქ არტანუჯში, სადაც მდებარეობს ერთ-ერთი უძველესი ქართული ციხესიმაგრე არტანუჯის ციხე, ასე რომ ვეცდები მოვინახულო და მერე უკვე დავიძრები საქართველოსკენ, მაგრამ ვაპირებ რომ გადმოვიდე ახალ ქალაქთან რო საზღვარია მაქედან, იმიტომ რომ თბილისი ეგრე უფრო ახლოს იქნება. სარფში რო დავბრუნდე და იქიდან გადმოვიდე, ძალიან დიდი წრე გამომივა. ასევე ვალედან რო გადმოვიდე, როგორც მითხრეს, ცუდი გზებიაო ვალედან და ამიტომ მოკლედ ესე გადავწყვიტე რომ ახალ ქალაქიდან გადმოვიდე. მაგრამ ამ შემთხვევაში ყველაზე ცუდი ის არის რომ თურქეთში რო დავტენი ჩემ ტესლას, თბილისამდე სატენი ფაქტიურად აღარ იქნება, ასე რომ ცოტა რისკი არის, მაგრამ რა ვიცი, მე მგონია რომ ერთი დამოხტვით მაინც შევძლებ თურქეთიდან ჩამოსვლას და ამას გავიგებთ ცოტა ხანში, ასე რომ წინ საინტერესო თავგადასავალი გველოდება და აუცილებლად ბოლომდე უყურეთ ამ ვიდეოს. ამოვედი მეგობრებო, ესეც არტანუჯის ციხე და ჩემი ტესლათი ამოვედი, ნახეთ სად. კიდე რამე კითხვის ნიშანი გაგაჩნიათ ამ მანქანაზე, მითხარით რა. სად ვარ ნახეთ. ეს არტანუჯის ციხეა, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი საქართველოს ისტორიაში. ქართული მატიანეების მიხედვით მისი დაარსება მე-5 საუკუნეში მეფე ვახტანგ გორგასალს უკავშირდება. სწორედ მან ბრძანა ამ სტრატეგიულ კლდეზე ციხის აგება, რათა ქვეყნის სამხრეთ საზღვრები დაეცვა. მოგვიანებით მე-8 საუკუნეში მურვა ყრუმ არტანუჯი დაანგრია, თუმცა მე-9 საუკუნეში აშოტ პირველმა კურაპალატმა ციხე აღადგინა, მის ძირში ქალაქი გააშენა და არტანუჯი აუკლარჯეთის პოლიტიკურ, სამხედრო და სავაჭრო ცენტრად აქცია. დღეს მისი კედლები ნანგრევებადაა აქცეული, თუმცა ციხის მწვერვალიდან გადაშლილი ხედები და მისი ისტორია ნათლად აჩვენებს თუ რატომ ეძახდნენ მას შუა საუკუნეებში ამ რეგიონის ერთ-ერთ მთავარ სიმაგრეს. სამწუხაროდ ასასვლელი არ არის ამ ციხესიმაგრეზე, აი ეგ რაც კიბეები არის გაკეთებული, მაგრამ არც ვიცი რისთვის არის ეს კიბეები. მე ზემოთ აღარ გრძელდება. არ ვიცი, ეხა იქ ასვლას ნამდვილად ვერ გავრისკავ. თან მარტო ვარ, აქ რო რამე მომივიდეს, კაცშვილი არ არის ჩემი მნახველია. აი უბრალოდ როგორ ახერხებდნენ იქ მშენებლობას, წარმოიდგინეთ თან აი ამ კლდის სუსტად პირზე როგორ არის ნახეთ გამოყვანილი ეს კედლები. არ ვიცი, აი როგორ ახერხებდნენ, მართლა საოცრება არის აი ასეთი რაღაცის მშენებლობას იმ დროში. ამდენი ქვების აზიდვა, შენება რავი, ამ თან ხო უძლებდა წარმოიდგინეთ დღემდე რო არის შემორჩენილი, მიუხედავად იმისა, რომ ეხლა ეს არც აღდგენილი არ არის და არავინ ყურადღებას არ აქცევს აქაურობას,
მაინც რამდენი ხანი შემორჩა, რომ შეგიძლია მოხვიდე და საკუთარი თვალით ნახო ეს უძველესი ციხესიმაგრე. წარმოიდგინეთ, ჯერ კიდევ ვახტანგ გორგასალს უკავშირდება ამ ციხესიმაგრის მშენებლობა და მთელი ისტორიის მანძილზე საქართველოს ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე იყო. აი, არწივები დაფრინავენ წინ თუ ხედავთ. ახეთ რა ლამაზები არის. იმედია ჩანს. მე რამ სიმაღლეზე ვარ, ნახეთ ქვემოთ. ამხელა ხევი არის და ციხესიმაგრე კიდევ უფრო მაღლა არის. აი ეს არის ჩვენი ისტორია, მეგობრებო. აი ამ მთებში იწერებოდა საქართველოს ისტორია. აუ რამდენი არიან, ესენი მე დამტრიალებენ თუ დამესიან, ესენი კი წამიყვანენ აქედან. ისე აქაც კარგი საკემპინგე ადგილი ყოფილა, რომ ცოდნოდა გუშინ ღამე აქ მოვიდოდი, აქ დავრჩებოდი. მაგრამ ღამე აქ მოსვლა ძალიან გამიჭირდებოდა, იმიტომ რომ ეხლაც ესე ვარაუდით მოვედი და ვიღაცებს ვეკითხებოდი ადგილობრივებს, თორე Google Map-ი აქ ჭკუაზე არ არის, ისეთ რაღაცებს მიწერდა, რომ იქ რო გადამეხვია, აი ესე მიწერდა ესეთ ადგილებში, რომ იქ ჩაუხვიეო რა. დავიძარით ქალაქი არდაჰანისკენ, აქედან არის 100 კილომეტრში, სადაც უნდა დავტენო ჩემი ტესლა ბოლომდე და წამოვიდე უკვე საქართველოსკენ. გზა ძალიან საინტერესო იქნება, დარწმუნებული ვარ, თან საქართველოში ძალიან ლამაზი ტერიტორიები უნდა გამოვიარო, წალკა და კიდე ძალიან ბევრი ლამაზი ადგილი, ასე რომ ვიდეოს აქ არ ვასრულებ, რა თქმა უნდა, საქართველოში რო ჩამოვალ, აი მერე დავასრულებ. ასე რომ წინ ბევრი საინტერესო რაღაცები გველოდება და არხი გამოიწერეთ აუცილებლად. ნახეთ რა ლამაზი პატარა სოფელია. და ესე ირგვლივ სულ მთები არის და ამ მთების შუაში არის ესეთი პატარა ლამაზი სოფელი. როგორც ჩანს, ისევ არასწორი გზით წამოვედი, იმიტომ რომ ეს გზა საერთოდ არ არის რუქაზე დატანილი. ვერ მიჩვენებს Google Maps სად უნდა წავიდე. როგორც ვნახე, ახლა ცენტრალური გზა ჩემგან საკმაოდ შორს გადის, მაგრამ ეს გზაც ჩამიყვანს არდაჰანში. უბრალოდ არ ვიცი რამდენი კილომეტრია აქედან არდაჰანი. იმედია 282 კილომეტრზე მეტი არ იქნება, იმიტომ რომ ჩემი მანქანა მაგდენის გავლას აპირებს და აბა ვნახოთ. არა, ეხა იმხელა უღელტეხილზე ამოვიარე, რომ აქედან სულ თავდაღმართები დაიწყება ალბათ და ეგ მაწყობს. აგერ თოვლიც კი არ გამდნა რა ჯერ. ძალიან სილამაზე კი არის. რასაც ვერაფერს ვერ იტყვი. ძალიან ლამაზე კი არის აქაურობა. ეს პატარა სოფელია ქვემოთ კიდე. აქ ცხოვრება რა რთულია წარმოიდგინეთ. მე აქეთაც თოვლია. ახეთ სადამოვედი. აი ეს არის შემთხვევა Google Map-ი რო გეუბნება, რომ მოკლე გზა ვიციო მე მენდეო და სადა მომიყვანა ნახეთ. არ ვიცი ზღვის დონიდან რამდენი მეტრია, მაგრამ ეხლა ამ მთებს რასაც უყურებ, ესეც დაახლოებით იგივე სიმაღლეა. როგორც იცით, დაღმართში სიარულის დროს ტესლა იტენება და კილომეტრაჟი ზემატება ხოლმე და ეხლა არის 239 კილომეტრზე და აი ამ უღელტეხილიდან რო ჩავალთ, ნახოთ რამდენი კილომეტრი მოემატება. კიდე ერთი ციხესიმაგრე დავინახე სრულიად შემთხვევით. არ ვიცოდი თუ გზაზე კიდე რამე შემხვდებოდა. აი იქ წინ ცოტა შორია, მაგრამ მე მგონი ჩანს. ზუსტად არ ვიცი რა ციხესიმაგრეა და საქართველოს დროინდელია თუ არა, მაგრამ კინზი კალესი, აი ასე წერია რუქაზე და ზუსტად არ ვიცი. რა ლამაზი ბუნება არის, ნახეთ რა. აქეთაც რაღაც პატარა სოფელია.
გზაში რომ მოვდიოდი, მონიშნა იყო, სადაც ეწერა, რომ ეს უღელტეხილი არის ზღვის დონიდან 2580 მეტრზე. ჩამოვედი მეგობრებო, ქალაქ არდაჰანში, უпроსწორად გამოვცდი კიდეც ამ ქალაქს, იმიტომ რომ აი სატენი ქალაქის გარეთ იყო. შევაერთე ახლა მანქანა აქამდე რომ მოვედი იყო 220 კილომეტრზე, სხვათა შორის დაახლოებით 18 კილომეტრი მოემატა ის უღელტეხილი რომ ჩამოვიარე რა. მე სანამ აქ მოვედი, კი მოაკლდა ისევე ყველაფერი. ეხლა არის 220 კილომეტრზე და გადავწყვიტე რომ 90%-ზე დავტენო, 100%-ზე მაინც არ დავტენი სპეციალურად, 90%-ზე დავტენი, ანუ 10%-ით უფრო მეტზე რომ მაინც საქართველოში მივდივარ და რთული რელიეფი არის აქედან საზღვრამდეც და მე იქით საქართველოშიც საკმაოდ რთული რელიეფი მელოდება, იქით წალკისკენ ვინც ხართ ნამყოფი უმიხვეულ-მოხვეული გზები არის და მაინც თავი რომ დავიჟღვიო 90%-ამდე დავტენი. აქედან არის თბილისამდე 260 კილომეტრი. ასე რომ არც ისე შორია და იმედია მალე ჩამოვალ საქართველოში. 25 წუთი დაჭირდება დატენვას, რადგან 90%-ზე გადავიყვანე, აი როგორც ხედავთ, 90-ზე დავაყენე. არც 90%-ზე არ შეიძლება ყოველდღიურად დამუხტვა, რადგან ესეც ცუდად მოქმედებს ელემენტებზე და სავარაუდოდ მალე გაგიფუჭდებათ. 90-ზე და 100%-ზე დატენეთ ხოლმე ძალიან იშვიათად. აი თუ რაღაც სხვა გამოსავალი არ არის და აუცილებლად გჭირდებათ რომ მაქსიმუმზე იყოს დამუხტული, აი ამ შემთხვევაში. დავიძარი საქართველოსკენ მეგობრებო, მანქანა დამუხტულია, ზუსტად 500 კილომეტრზე დაიტენა 90%-ით, ანუ დანარჩენი 10% როგორც ჩანს უმატებს 70 კილომეტრს. რადგან 100%-ზე იტენება ხოლმე 570-ზე როგორც უკვე გითხარით. ჩემი აზრით საკმარისზე მეტია ეს 500 კილომეტრი, მაგრამ მაინც თავი დავიზღვიეთ. მოკლედ წავედით და საქართველოდან დაგიბრუნდებით. მოუახლოვდი საზღვარს 8 თუ 9 კილომეტრი დამრჩა უკვე. მოკლედ საქართველოსთან ძალიან ახლოს ვარ და ისეთი გზა არის, რომ აი ჩემი 1020 ცხენი ითხოვს, რომ აი ერთიანად გამოუშვა ყველა რა. აი რო გახედავ, უბრალოდ ძალიან ძნელი არის თავის შეკავება. მაგრამ პოლიცია დგას ბევრი და ამ შვიდობის ჟამს არ დამაჯარი მონძლივს, საქართველომდე მოვედი შვიდობით. მოვედი საზღვარზე, თურქეთის მხარეს ერთი შემოწმება უკვე გამოვიარე. ეხლა რამოდენიმე შემოწმება დამრჩა კიდე და საქართველოში ვარ. გამოვედი მეგობრებო, საქართველოში ვარ და ძალიან ბედნიერი ვარ. აი არ ვიცი, მიუხედავად იმისა, რომ ახლოს ვიყავი, ვიცოდი რომ მალე ჩამოვიდოდი რაღაც, აი როგორც კი საქართველოში გადმოვდივარ, ან საქართველოში ვბრუნდები რომელიმე მოგზაურობიდან, აი რავი, ძალიან ბედნიერი ვარ რა. ისე მიხარია ხოლმე, რომ არ მგონია რომ პირველად ჩამოვდივარ ხოლმე. ძალიან მიყვარს მოკლედ აქაურობა რა. საბაჟოზეც ქართველებთან როგორც კი გადმოვედი, აი ძალიან კაი ხალხი იყო ყველა. ადამიანურად რომ დაგელაპარაკებიან ყველაფერს, აი რავი, მეგობრულად, რავი, ეხლა თუ უყურებთ ამ ვიდეოს, მოკითხვა აქედან და ძალიან დიდი მადლობა, ესეთი კაი ხალხი რო ხართ რა. მაგრამ ცუდი ამბებიც მაქვს. საბაჟოზე რომ მოვედი, ყველა ქართველმა ეგ მითხრა, რომ იციო სად მიდიხარ, რომ აი რატო გაიმეტეო ეს მანქანაო, ესე ძაანო და მეთქი რა ხდება და თურმე აი აქედან ახალ ქალაქამდე ყოფილა აი საშინელი გზა რა, აი გზა ფაქტიურად არ არისო, ესე მითხრეს და ჯერჯერობით არ ეთყობა ცუდი, მაგრამ რადგან ყველა მეგრე მითხრა, ალბათ საშინელი გზა იქნება, დარწმუნებული ვარ. ამ ეკონომიას ჯობდაო, რომ ისევ სარფში ჩასულიყავიო და იქიდან წასულიყავიო, ბევრად უფრო მალე ჩახვიდოდიო რა. დროს ეხლა კი გიწერსო ცოტასო, მაგრამ ისეთი ცუდი გზა არისო, რომ აი ფიზიკურად ვერ გაივლიო რა. ხო და მოკლედ აი ესე შემაშინეს. ეხლა უკან დასახევი გზა აღარ არის, უნდა წავიდე, სხვა გზა არ არის, ასე რომ რავი, ვივლი ძალიან ნელა, რა თქმა უნდა, ეხლა მანქანას გავუფრთხილდები და არ გავიმეტები. მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, უკვე საქართველოში ვარ, 444 კილომეტრი მაქვს კიდე მარაგი და არაფერზე არ ნერვიულობ, всё. თავარია საქართველოში ვარ. ასე რომ ვინც თურქეთში მიდიხართ სამოგზაუროდ მანქანით, გაითვალისწინეთ რომ ან ვალედან გადახვიდეთ, ან სარფიდან, მაგრამ სარფი ყველას ჯობია რა. ვალეშიც როგორც ვიცი, შედარებით ცუდი გზა არის. ქართულ მხარეს, თურქეთის მხარეს არ ვიცი, იმიტომ რომ იქიდან არ გადავსულვარ, მაგრამ ეგრე მითხრეს რა. ხო და აქეთ ძალიან ცუდი გზა არის და მოერიდეთ. თქვენ მაინც გაითვალისწინეთ. აი ვისაც არხი გამოწერილი გაქვთ და ჩემ ვიდეოს უყურებთ, სანამ თქვენ წახვალთ სამოგზაუროდ. ძალიან გამოგადგებათ ეს ვიდეო. ნახეთ რა ხდება აქ, როგორ უნდა გაიარო მანქანით.
აი ამ დროს გვჭირდება მანქანის აწევა. აქ საერთოდ როგორ უნდა გადავიდე მართლა არ ჩავიძირო ამ წყალში. ცოტა ქვები მაინც რო ჩაყარონ კიდე რაღაცას დაიმსგავსებოდა. ესე მართლა აუცი ძანძნელია რომელსაც უნდა რომ ესეთი ამბავი იქნებოდა აქ მართლა სარფიდან წავიდოდი ისევ რა. აქ ვიფიქრე აი ესე გადმოვალ მეთქი და იქითა საბურავი წყალში მოხდა და იმდენად ღრმა არის რომ გადაყირავდა მანქანა ლამის. ახ ეს რა შეცდომა დაუშვი აქ როგორ წამოვედი მაგრამ არ ვიცოდი არსად არ ეწერა თუ ესეთი ცუდი გზა იქნებოდა არც არავის უთქვამს. ვინმეს რომ გავეფრთხილებინე კიდე ხო კიდევ კარგი რომ აწევა შემიძლია მანქანის და ეგ ფუნქცია აქვს თორე შანსი არ იყო აქ ვერ გამოვივლიდი რა უნდა მიუბრუნებულიყავი უკან ისევ გადავსულიყავი თურქეთში და წავსულიყავი მე სარფში ან ვალეს საზღვარზე რა ეს რა ყოფილა მართლა რომ მითხრეს მეთქი აი რა უნდა იყოს ეხა ცუდი გზა კაი რა ნელა ვივლითქო მაგრამ ესეთი ამბავი თუ იქნებოდა არ ვიცოდი ბოზავს გამოვწდი უკვე ტრაილერებიც ძლივს დადიან ახლა მეც არ გამიკვირდა რატო არ არიან მანქანები მეთქი პატარა მანქანები არ შემხვდა რა მარტო ტრაილერები იყვნენ და მეთქი რატო და აი თურმე რატო ცოდნიათ რომ აქ არ უნდა წამოვიდნენ აი ესეთი ნათელი წერტილებიც არის პერიოდულად პატარ-პატარა მონაკვეთები აქეთ პირველად ვარ და ასე მგონია რომ ისევ სამოგზაუროთ ვარ რაღაც უცხო ქვეყანაში რა ვათვალიერებ რაღაც აი ყველაზე გადაობა არის ისენი არის ძირს დასხმული წოლიარე პოლიციელები და რამ სიმაღლეები ნახე მართლა მაინტერესებს ვინ დადის ჩქარა ამ გზაზე რა და თუ ვინმე დადის ამ გზაზე ჩქარა იაროს აი მიუშვით რა საჭირო არის ამების დასხმა მართლა არ ვიცი აქეთ ეხლა საერთოდ საშინელება დაიწყო. იქ რაღაც მონაკვეთები მაინც იყო ნორმალური და უბრალოდ დიდი ჩასავარდნები იყო და აქეთ აი საერთოდ ვეღარ დავდივარ 10-ით დავდივარ მაქსიმუმ რა. საშინელი გზა არის. მართლა ძალიან უნდა გაიმეტო მანქანა რომ აქ ცოტა ჩქარა წახვიდე რა. ასე რომ აი გამოგადგათ ეს ვიდეო ალბათ. აქედან არ გადმოხვიდეთ, არც გადახვიდეთ და ამ გზას საერთოდ არ გაეკაროთ. აი ესე შემთხვევით და დაუგეგმავად კიდევ ერთი ტესტი მოუწყვე ტესლას მოკლედ რა. ამ გზებიდან თუ ეს მანქანა თბილისში ცოცხალი ჩამოვიდა ეს ყოფილა მანქანა მართლა აი ხელები ამიწევია. მე ისედაც ვაღიარებ, მაგრამ ავიც რამე კითხვის ნიშანი თუ დაგჭათ ამ მოგზაურობის მერე კიდე ტესლაზე არ ვიცი, მაშინ აღარ იყიდოთ ტესლა და კითხვის ნიშნებიც აღარ გექნებათ. მაგრამ მაინც რომ შვიდავთ ვიყო აქედან რო ჩამოვალ, ისევ ზაჰესში გავუყვან ბიჭებს და ყველაფერს შევახედებ, მოკლედ ნახავენ. თუ რამე ჩასამატებელია, თუ რამე გასაკეთებელია, ყველაფერს ხუთიანზე მიხედავენ მოკლედ. ვაჩიანში ჩამოვედი, საკმაოდ დიდი სოფელია ხა რასაც უყურებ. ისეთი გაშლილი დიდი სოფელია. და არც ერთი ქსელური მარკეტი აქეთ არ შემხვედრია, არც ერთ სოფელში არ არის. არც ბენზინგასამართ სადგურები, რაღაც უცნაური რაღაცეებია რა. მართლა აქ რომ მოხვდები, გეგონება სხვა ქვეყანაში ხარ რა. რამე მარკეტი მინდოდა რომ გამეჩერებინა, მაგრამ არაფერი არ არის. ესეც სოფელი ჩამძვრალა. ვინსად ჩაძვრა? არ იცით. რატო დაერქვა ამ სოფელს? ჩამძვრალა. გადმოვუხვიე ახალქალაქისკენ და მე მგონი მეშველა, იმიტომ რომ კაი გზა ჩანს. იმედია ეგეთი მონაკვეთები აღარ იქნება და წავედი თბილისში.
ესეც ფარავნის ტბა, ნახეთ რამხელა არის. ძალიან ლამაზია აქაურობა რა. კიდე ნელ-ნელა უახლოვდები თბილისს. ჩამოვედი მეგობრებო, დავბრუნდი საქართველოში, თბილისში, აგერ შემოვედი ახლა ამ წუთას და მოკლედ არ მჯერა რა, რაღაცნაირი შეგრძნება მაქვს. თითქოს ვერ ვიაზრებ, რომ სამოგზაუროდ ვიყავი რა, ახლა რო შემოვედი თბილისში, უცებ დამავიწყდა საიდან მოვდივარ არა და 2500 კილომეტრი გამოვიარე უკვე რა, მეტი 2500, იმიტომ რომ 1200 კილომეტრი მარტო კაბადოკიამდე არის თბილისიდან, ამიტომ მე იქაც რაც ვიბოდიალე, უფრო მეტი გამოდის რა. მოკლედ, ჩემთვის ძალიან საინტერესო გამოცდილება იყო, რაღაც ახალი იყო ჩემთვის, ესე ჩემი საკუთარი მანქანით მოგზაურობა. იმედია მოგეწონათ თქვენს და თქვენთვისაც საინტერესო იყო და თუ ასეა, რა თქმა უნდა, თქვენს კომენტარებს ველოდები და მომავალში კიდევ უფრო მეტ ასეთ საინტერესო ვიდეოებს შემოგთავაზებთ. რა თქმა უნდა, ჩემს მეგობარ კომპანიებს მინდა ძალიან დიდი მადლობა გადაუხადო, რადგან რომ არა ჩემი მეგობარი კომპანიები, ეს მოგზაურობა ფიზიკურად ვერ შედგებოდა. ლაგის ძალიან დიდი მადლობა, ტურისტულ კომპანია Skyway-ს, რა თქმა უნდა, დიდი მადლობა და რა თქმა უნდა, აქვე თქვენ, აი თითოეულ თქვენთაგანს, ვინც ახლა ამ ვიდეოს უყურებთ, ან მერე უყურებთ, ან უკვე უყურებთ და ვიდეო დაალაიქეთ, კომენტარი დაწერეთ. ყველას, რავი, უღრმესი მადლობა, იმიტომ რომ აი თქვენ იმხელა мотиваციას მაძლევთ. ამ мотиваციას ვერაფრისგან ვერ მიიღებ. თუ არა, აი თქვენაირი ერთგული ადამიანები და ამისთვის ძალიან დიდი მადლობა თქვენ ყველას. მოკლედ, კიდევ ერთხელ ვიტყვი, რომ ეს მოგზაურობა ჩემთვის ძალიან საინტერესო იყო. ვისაც ტესლაზე უფრო მეტი განხილვა გინდოდათ, შედარებით უფრო მეტი ვილაპარაკე პირველ ვიდეოში, ასე რომ ვისაც არ გინახავთ, გადადით უყურეთ. მოკლედ, კიდევ ერთხელ დიდი მადლობა ყველას. წავედი ახლა მე დავბინავდე სახლში, დავისვენო, მოვწესრიგდე და რა თქმა უნდა, ტრადიციულად ძალიან მალე დაგიბრუნდებით ახალი საინტერესო მოგზაურობით, საინტერესო ქვეყნიდან.